გოგოებო, მოგესალმებით აბსოლუტურად ყველას. ჩემი მიკროფონი არ შეიმჩნიოთ. ესე იგი, ჩანთაში ჩავდე და გადმომეყარა ტონალური და აი ესეთი გაჭუჭყიანებული მიკროფონით მოვედი დღეს, მაგრამ იმედია რომ ამას მაპატიებთ გოგონებო, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვილაპარაკოთ დღეს და თან ეხლა აქ მარტო ვარ ამ შექვე კაფეში, მარტო ერთი კაცი სადღაც იკიჩორს და ისეთი ეხო აქ იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად გესვით, რასაც ვილაპარაკებ, იმიტომ რომ დღეს დიდი ხნის საუბარი გველოდება წინ. ასე ვთქვათ, დიდი ხანი უნდა ვისაუბროთ. ეს ვიდეო თუ შემთხვევით ჩართეთ მამაკაცებო თქვენ, ძალიან გთხოვთ გამორთეთ. სანამ საუბარს დავიწყებთ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ ძალიან ცუდი კომენტარები წამოვა ჩემთან მიმართებაში და კი არა მაქვს პრობლემა მოვისმენ და წავიკითხავ, მაგრამ არ ვფიქრობ რომ არ არის საინტერესო თქვენთვის ამის მოსმენა. ეს ვიდეო არის მხოლოდ გოგონებისათვის, ისეთი გოგონებისათვის, რომლებიც ვერ ხვდებიან რა ხდება მათ თავს. მათ შორის მეც ხანდახან ვერ ხვდები ხოლმე რა ხდება ჩემს თავს, ჩემს პარტნიორთან ურთიერთობის დროს და გულში მქონდა ესეთი, ასე ვთქვათ, გამოღვიძება, სადაც მივხვდი თურმე რა ხდება. ეხლა ნახეთ, რაში არის საქმე. აი მაგალითად თუ გაქვთ ესეთი პრობლემა ურთიერთობაში, რომ რაღაც მომენტში ყველაფერი კარგად არის. Thank you. ინაღამ ქართულად უთხარი. Thank you so much. აი ასეთი უმაგრესი ყავა. ხო, მოკლედ. ყველაფერი კარგად არის და უცებ მამაკაცი ხდება განრიდებული, მამაკაცს ჭირდება თავისი, რა ვიცი, როგორ ვთქვათ, მაგე სივრცე, ზის რაღაცა გაჩუმებული, არ იცის რა ხდება საერთოდ და ვერც თქვენ ვერ ხვდებით რა ხდება, რატოა გაჩუმებული, რატო არის გარინდებული და საერთოდ რა დაემართა, ხო? ამ დროს ქალი ვარდება პანიკაში და ეს პანიკა რა არის? ეხლა რომ ალბათ აღარ ვუნდივარ, აღარ ვუყვარვარ, აღარ ვიზიდავ, სხვა ქალი ყავს, რატო გაცივდა, რა დაემართა გოგოებო. ნახეთ ერთ რაღაცას გეტყვით. არაფერი არ დაემართა. ეს არის მამაკაცის ბუნება. უბრალოდ ნახეთ როგორი თემა. როდესაც ესენი ხო ზოგადად ემოციები არიან, ჩვენ ბევრად უფრო ემოციურები ვართ, ვიდრე ეგენი და რაღაცა მომენტში ამ ემოციებისგან ხდება გადატვირთვა მამაკაცის, აი იმ ემოციებისგან, რასაც თქვენ აცნობთ და ნუ საბოლოო ჯამში იღლება და უნდა მარტოობა. ეხლა მარტოობა შეიძლება უნდოდეს რომ რა ვიცი, ტუალეტში ჩაიკეტოს, TikTok-ში შევიდეს, YouTube-ში შევიდეს, ტელევიზორს უყუროს, ანუ უბრალოდ იყოს განრიდებული. აი ამ დროს როდესაც თქვენ უკიტინებთ დევნებით რა მოხდა, რისთვის მოხდა და ასე შემდეგ და ეს შემდეგ შედებილო, შეიდიოტო, რავი ზოგი მას ურტყავს თავში ტაფას და ასე შემდეგ. ამ დროს მამაკაც ერთობა თავდაცვის მექანიზმი და ეს ემოციური ბრონის ჟილეტი ხო აცვია ისედაც ცხოვრებაში ზოგადად. აი ახლა საერთოდ ესე იგი ჯავშარს აიკრიფავს, ჯავშარ ბრონის ჟილეტი უნდა ნელ-ნელა მოვააგლიჯოთ. ნელ-ნელა უნდა მოვაგლიჯოთ, ან ნელ-ნელა უნდა შევხსნათ რა ხილები, იმიტომ რომ ჩვენ თუ ეხლა დავიწყეთ და უცებე შემოვაგლიჯეთ ეს ბრონის ჟილეტი, ხო? ნუ მე ძალიან ცუდ შედეგს მივიღებთ. ეხლა რატო აცვიათ ემოციური ბრონის ჟილეტი? გიждები ესე იგი აი ამ ჩემ ჭუჭყიან მიკროფონზე. რატო აცვიათ ემოციური ბრონის ჟილეტი მამაკაცებს? ეს მოდის ყველაფერი დაბადებიდან გოგოებო, იმიტომ რომ ეუბნება დედა, შენ ხარ კაცი, არ უნდა იტირო, შენ არ გაქვს უფლება გამოხატო ემოცია, გწყინდეს ამ შემდეგ შენ ხარ მედგარი კაცი და ესეთის დასრული მამაკაცი და შენ ეს ყველაფერი უნდა გადაიტანო. ამიტომ არის ზუსტად რომ როდესაც თქვენ თავს იკლავთ გოგოებო და იტირი ხართ, აი რაღაცა ჩუსტებიდან ამომხტარი ხართ და ტანსაცმლიდან და ეს უბრალოდ გიყურებთ აი ასე დებილი სახით. და რა აქვს რეაქცია, იმიტომ რომ ეს არ აძლევს თავის საშუალებას იმისას, რომ ემოცია გამოხატოს. გავიგეთ, რატო? იმიტომ რომ ქვეცნობიერად დედა არ უნდა გააბრაზოს და უნდა იყოს კარგი ბიჭი. ძალიან მარტივია. ამიტომ, როდესაც ესეთი განრიდება ემართებათ ხოლმე მამაკაცებს, აუცილებელია რომ თავი დაანებეთ და იჯდეს. ესე, მაგრამ ჩემი ქვენ მაგალითად ესე კუთხეში მიჯდება ხოლმე, დივნის კუთხეში მიიჩუჩება, ჩართავს რაღაცა სერიალს და ესე იგი 8 სერიას, 10 სერიას უყურებს, თანამ სიგარეტს ეწევა, გაგიჟდები რა, როდესაც ჩათვალეთ, რომ რაღაცა კატასტროფა დაემართა ადამიანს. სინამდვილეში არც არაფერი არ დაემართა, უბრალოდ
აი ეს რაღაცა განრიდების პოზიციები. ერთი დღე გადაატარეთ, მეორე დღე გადაატარეთ, მესამე დღეს ჩვეულებრივად იქნება და აქეთ მადლობებს გეტყვით, რომ როგორი გამგებიანი ხართ, რომ უგებთ. ეხლა უყურეთ რატო? იმიტომ რომ თქვენ თუ აიცით რა მომენტი, თქვენ თუ მიხვდეთ და შეეკითხეთ, აი ხო ჩვენ როგორ ვართ ქალები, რომ უნდა შემეკითხო, როგორ ხარ, რა გჭირს, რატო ხარ ასე ხო? ესენი ასე არ არიან. აი ეს რაღაცა უაზრო კითხვებს აღიქვამენ როგორც შეწუხებას. ამიტომ დაანებეთ თავი, არ შეაწუხოთ, იყვნენ თავიანთ ბუნაგებში. ეხლა მეორე თემა კიდე რაც მინდოდა რომ მეთქვა, ნუ ეს ემოციური ბრონიშილეტი გავიგეთ. ეხლა კიდევ არის პილიონკის თემა. აი ნახეთ პილიონკა რას ნიშნავს. პილიონკა ეს არის ის აი რო დააკვირდეთ მამაკაცს. ეხლა თქვენი მამაკაცი აიღეთ და უბრალოდ შეხედეთ როგორც მესამე თვალი. და დააკვირდით. აი არა გაქვთ ისეთი შეგრძნება გოგოებო რომ ეს კაცი პროსტა დარჩა საბავშვო ბაღში, თუნდაც ლაპარაკებით, აი საქცილებთ, ან როგორ გვიყურებენ, აი უბრალოდ გაიზარდნენ ფიზიკურად. აბა დააკვირდით, არა გაქვთ ეგეთი შეგრძნება. მე მაგალითად სულ მაქვს ხოლმე, იმიტომ რომ აი რაღაცა მამაკაცები ზოგადად არიან ძალიან პატიოსნები რა, ჩვენზე ბევრად უფრო მეტად პატიოსნები არიან, ჩვენ ქალები ძალიან ეშმაკები ვართ და აი მაგათი კი არის კი, მაგათი არა არის არა. გაიგეთ და ჩვენი არა არის ყოველთვის კი და კი კიდე არა. ანუ ჩვენ ხო ესეთები ვართ ზოგადად არეული ხალხი ვართ რა, ქალი ყვება არეულები ვართ ძალიან. ჩვენ თუნდაც არ ვიცით ხანდახან რა გვიდა. ამიტომ გეუბნებით ეს პილიონკის თემა არის, აი დარჩენილები არიან ბაგა ბაღში. აი ეხლა ამას წინათ ჩემ მეგობართან მქონდა შეხვედრა და ჩემ გვართან ერთად ვიყავ და ჩემ მეგობარს შევხვდი მის მამაკაცთან ერთად, პარტნიორთან ერთად. ვაიმე ესე იგი აი ორივეს რო ვუყურებდი, აი ზუსტ აი კრებაზე რომ მივლენ ხოლმე მშობლები და მიიყვანენ ბავშვები, ბავშვები რო უზიან დედებს გვერდით, ხო იცი და აი რაღაცას რო ლაპარაკობ და ისო გეთანხმება. აი ზუსტად ესეთი თემა. არა და ორივე ზრდასრული, ჩამოყალიბებული თანამდებობაზე მყოფი მამაკაცები და მე და ეს ჩემი მეგობარი პროსტად ვსკდებოდით ციცილით, იმიტომ რომ აი ეს არის კატასტროფა. ასე რომ იცოდეთ რომ როდესაც ყავთ პარტნიორი ეს ჩათვალეთ რომ არის ისევ ის პატარა ბიჭი რომელიც გაიზარდა უბრალოდ ბევრი პასუხისმგებლობები აქვს მაგრამ აი ეს რაღაცა შინაგანი მე და ის რაღაცა პატარა ბავშვი არსად არ წასულა ჩვენ არ გვაქვს გოგოებო ეს და ჩვენ ვერასდროს ვერ გავიგებთ აი მაგათი ეს აბარონა რომ ემოციების არ გამოხატო ეს არის წმინდა წყლის უბრალოდ თავდაცვითი მექანიზმი რომ არ თქვან რომ არ არის კაცი ან არ არის მამაცი და არ გაბრაზდეს მოკლედ გარშემო მყოფი საზოგადოება მათ შორის დედა და ასე შემდეგ. ნუ დედის ფაქტორი კიდე აქ მე შესაძლებელია თქვენზეც იყოს გადმოტანილი და სხვა უამრავ ქალზეც. უბრალოდ ნუ ჩათვალეთ რომ აი ძალიან ზოგადად რო გითხათ ეს თემა. მე რაც შეეხება მოვლა პატრონობას გოგოებო პილიონკები არ დაგავიწყდეთ. ანუ ეხლა პილიონკა აღარ არის, იმიტომ რომ უკვე დასრულია, მაგრამ არის საცვალი, მაიკა, ნასკი და ასე შემდეგ. ანუ აი ეს მომენტი, როდესაც მამაკაცს მოსწონს, რომ უვლით, თმებს ვარცხნით და ასე შემდეგ. ესეც არის ეს პილიონკის თემა. ანუ მამაკაცებს ეს სჭირდებათ. რეალურად, როდესაც მამაკაცი ურთიერთობას იწყებს ქალთან, პირველი რისთვისაც იწყებს ურთიერთობას, ეს არის სექსუალური მომენტი, ანუ ინტიმი და მეორე ეს არის მოვლა პატრონობა. ნუ იქ არის კიდე რაღაცა, ასე ვთქვათ, მოთხოვნილებები, რომელიც მამაკაცს უნდა დაუკმაყოფილოთ, გარკვეული სახის ის უფასო ფსიქოლოგიც უნდა იყოთ, კუხარკაც უნდა იყოს, კარგი ნაშაც უნდა იყოთ და ინე ძალიან ბევრი რაღაცა უნდა იყოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში აი როდესაც ვსვავთ ხოლმე კითხვას, რომ აი ჩვენ გავიგეთ, რომ აი მამაკაც რისთვის ვჭირდებით, მაგრამ ჩვენ რაში გვჭირდება მამაკაცი? ჩვენ მამაკაცი გვჭირდება მხოლოდ იმაში, რომ თავი ვიგრძნოთ პატარა გოგოებად ისევ, რომელსაც ჩვენ ვკარგავთ. ანუ ესენი ხო პატარა ბიჭები არიან და არ კარგავენ ამას და ჩვენ ვკარგავთ. და ამიტომ გვინდა რომ აი მამაკაცს გადავაწეროთ ეს პასუხისმგებლობები და ისევ რაღაცა პატარა სიფრიფანა გოგოები ვიყოთ, რომელიც ძალიან ხშირ შემთხვევაში სრულდება ხოლმე სრული, ესე იგი, როგორ ვთქვათ, იმედგაცრუებით. რატო იმედგაცრუებით? იმიტომ რომ ნუ, აი ერთი წელი შეიძლება რაღაცა სიფრიფანე პრინცესას როლში იყოთ და მე უკვე ამ მამაკაცს ბეზრდება, იმიტომ რომ ვეღარ იღებს ამდენ რაღაცეებს თავის თავს და მე ხდებით ისევ რაღაცა მომუშავე ცხენის პოზიციებში ბრუნდებით, ხო? აქედან გამომდინარე, ხა თუ გინდათ რომ მამაკაცმა პასუხისმგებლობები უფრო მეტად აიღოს საკუთარ თავზე, ერთადერთი გზა ამისათვის არის ის, რომ უნდა შეაქოთ.
და უნდა უთხრათ და უნდა აგრძნობინოთ, რომ მთელი მართვის სადავეები თქვენს ოჯახში, თქვენს ურთიერთობაში არის მის ხელთ და მის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული თქვენი საერთო მომავალი და ზოგადად თქვენი აზროვნება. უნდა უთხრათ, რომ არის ძალიან კარგი ბიჭი, უნდა უთხრათ, რომ შეაგოთ, რომ აი ზუსტად იცოდით, რომ გამოუვიდო და ის რაც გამოუვიდა. თუ შეცდომები დაუშვა, უნდა უთხრათ, რომ არა უშავს. აი ხო აი ორიანს რომ მიიღებს და ოროსანი რო ყავთ შვილი, რა ზეონები და არა უშავს დედა, ეხლა შეიძლება წამოუტიელო კიდევაც თავში, მაგრამ ნუ ჯობია რომ უთხრა, რომ არა უშავს დედა, მოდი ვიმეცადინოთ, მოდი ვისწავლოთ. აი თუ აი ამ კუთხით შეხედავთ, ხო ძალიან გაგიმარტივდება ცხოვრება, იმიტომ რომ საღი აზროვნება როგორც ჩვენ გვაქვს ქალებს, აი ამ აზროვნებით რომ შეხედოთ მათ რეაქციებს, ეს არის ძალიან რთული ასეთ ადამიანებთან ცხოვრება. ამიტომ ეს არ გჭირთ მარტო თქვენ, ეს ჭირს ყველას აბსოლუტურად. აი ახლა მე მქონდა მაგალითად შემთხვევა რამოდენიმე დღის უკან, აი ესეთი ძალიან მე როცა რაღაცის დალაპარაკება მინდა ხოლმე და განხილვა ჩემს მეუღლესთან, მომყავს ესე და როგორც შეხვედრაზე დაასვავ ადამიანს და ძალიან ოფიციალურად ელაპარაკები, ესე ველაპარაკებ, რომ მივახვედრო, რომ ეს არის ძალიან სერიოზული. რასაც ვეუბნებოდი რამოდჯერ არ დამეთანხმა რას მელაპარაკები, შენ მეჭკუას მასწავლი, არ მე ვთხარ მე უბრალოდ გირჩევ მეთქი და 1-2 დღის შემდეგ, რა 2 დღის შემდეგ დღეს დილით მირეკავს და მეუნება. თამო, იციო, მე ესე მოვიფიქრეო, აი ასეთ, უი მე ვთხარი ყოჩახ რა ჭკვიანი ხარ, ეგრე მე ვთხარი კი სწორია, სწორი. რა ის ჭკვიანი და რა ის მოიფიქრე, ჩემი სიტყვები გაიმეორა, ზუსტად იგივე რაც ვთხარი და მეც ახლა მოვიდებილე თავი და კი მე ვთხარი მართალი ხარ და შემდეგ ასე რომ გოგოებო. აი ახლა მინდა ყველანი თქვენ რომ დააკვირდეთ თქვენ პარტნიორს და ამ ვიდეოს ბოლოს დამიწეროთ კომენტარებში მეთანხმებით თუ არ მეთანხმებით იმაში რაც გითხარით. თუ აქამდე ხართ დაკვირვებული და შემჩნეული გაქვთ ის რაც მეც შევამჩნიე კარგა ხანია და ვაკვირდები და ეხლა თქვენ გაგიზიარეთ, ეგეც დამიწერეთ. თუ არა და დააკვირდით და თქვენ შემოგელოთ ჩემი თავი პროსტა დაწერეთ. იმიტომ ზუსტად ვიცი რომ ძალიან ბევრ გოგოს აღარ ექნება ეს რაღაცა აი ეს რაღაცა კითხვები რომ რატო რა ხდება ვაიმე აღარ ვუნდი ვარ ვაიმე აღარ ვუყვარ ვარ აღარ ძალიან კარგადაც უყვარ ხარ ძალიან კარგადაც უნდი ხართ უბრალოდ ამ ადამიანებსაც რომლებსაც კაცები ქვიათ ჭირდებათ დრო იმისათვის რომ თავიანთ თავს დაუთმონ და აი ეს რაღაცა განდეგვა სჭირდებათ და დააცადეთ რომ განიდეგონ დააცადეთ ბუნაგში ყოფნა არა აქვს მნიშვნელობა კარგ ურთიერთობაში ხართ თუ სუდი ურთიერთობაში ხართ ასე რომ აი ამის თქმა მინდოდა დღეს მე თქვენთვის გოგოებო ძალიან მიყვარხართ ძალიან მიამაყებით თითოეული თქვენთაგანი ძალიან ბორმა გამოთქვა სურვილი წიგნის შეძენასთან დაკავშირებით და აუცილებლად მიუთითებ იმეილს სადაც შეგიძლიათ მომწეროთ და გაგაცნობთ პირობებს როგორ უნდა შეიძინოთ ჩემი წიგნი ონლაინ ვერსია 30 ლარი ღირს გოგონებო ასე რომ ვისაც გაინტერესებთ საკუთარი თავის გამოყვანა გინდათ შექმნილი ვითარებიდან არა აქვს მნიშვნელობა რა ვითარებაში ხართ და საკუთარი თავის დაბრუნება გინდათ აუცილებლად წაიკითხეთ ეს წიგნი მოკლედ ეხლა უნდა დაგემშვიდობოთ აბა თქვენ იცით გოგოებო წარმატებულ და სასიამოვნო დღეს გისურვებთ